დაუბრუნდება თუ არა მართვის მოწმობები მძღოლებს, რომლებიც საწვავსა და ავტომობილებზე აქსიზის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 10 დეკემბერს გამართული მსვლელობისას წესრიგის დარღვევას ედავება. მძღოლების სამართალდამცველების უკანონო ქმედებებზე მიუთითებენ და საქმიანობის გასაგრძელებლად მოწმობების დაბრუნებას ელოდებიან. 10 დეკემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილე სამ მძღოლს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობები ჩამოართვა. საავტომობილო მსვლელობით 300-მდე მძღოლის საწვავსა და ავტომობილებზე აქსიზის ფასების ზრდას აპროტესტებდა. 16 იანვარს მათგან მხოლოდ რამდენიმე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენება დააწერინეს. გუშინ კი მართვის მოწმობა 1 წლის ვადით ჩამოართვეს. ინსპექტორი მეუბნება, რომ უბრალო ფაქტების დაზუსტება აინტერესებთ, მეტი არაფერი, ამას არ მოყვება არანაირი შედეგი და ხოს რომ დავწერო ახსნა განმარტება. მე მოვითხოვე ადვოკატი, რადგან არ ვიცოდი რასთან მქონდა საქმე, მე არ მომეცა ადვოკატის ყოლის უფლება. ჩვენ იმიტომ ჩამოგორთო, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ სამ მანქანას მოუწიეთ წინ დგომა უბრალოდ. და რადგან წინ აღმოჩნდით ჩვენ რუსთაველის გამზირზე, ჩაითვალა, რომ ჩვენ ვიყავთ ყველაზე მეტად აქტიურები. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების წერილში ნათქვამია, რომ მძღოლებისათვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-6 პრიმა ნაწილით მოხდა. 2016 წლის 10 დეკემბერს სამმა მოქალაქემ თბილისში ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს ავტომანქანებით ჯგუფურად უკანონოდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მთლიანად დაიკავეს გზის სავალი ნაწილი. შეაფერხეს მოძრაობა და არ მისცეს სხვა მძღოლებს თავისუფლად გადაადგილება. საშუალება. აქციის კიდევ ერთი მონაწილე სამინისტროს შერჩევითი სამართლის განხორციელებაში ადანაშაულებს. ვასილ ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ 125 მუხლის მე-6 პრიმა ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ორგანიზებული მსვლელობა არის ნებისმიერი ქართული ტრადიციული ქორწილი, დაკრძალვა, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიების სარეკლამო, მაგრამ ამაზე რეაგირებას სამინისტრო არასდროს არ ახდენს ხოლმე და არ მოუხდენია დღემდე, თუმცა გამოიყენა ეს მუხლი ბოროტად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი. მძღოლების დაჯარიმებას გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის განცხადებით აქციის დროს გზა მთლიანად პარალიზებული იყო და მძღოლების დაჯარიმება კანონდარღვევის გამო მოხდა. საპარლამენტო უმცირესობამ კი სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტა. თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მიღებული კოდექსის შეფასებისგან თავი შეიკავა. უბრალოდ ის კი არ არის, რომ მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირეს. პრობლემა ხდება ისიც, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღეს მთავრობის წინააღმდეგ, ამის გამო და გამოთქვამს პროტესტს, ამის გამო ასეთ ადამიანებს დამატებით ურთულებენ ცხოვრებას. პროტესტის უფლება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული საზოგადოების პირობებში აქვს აბსოლუტურად ყველას, მათ შორის მძღოლებს, ოღონდ ეს პროტესტი ისე უნდა განახორციელო, რომ კანონი არ დაარღვიო. ჩამორთმეული მართვის მოწმობების დასაბრუნებლად მძღოლების სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.